თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰალეის ცნობილმა კომეტამ ბოლოს ჩაგვიფრინა და აი ახლა ის კვლავ ბრუნდება. ასტრონომები მას მძლავრი ტელესკოპებით აგვირდებიან და ამბობენ, რომ ის ბრუნდება და გზაშია. როგორც Universe Today იუწყება, ყოველ კვირაში კომეტა საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს დედამიწამდე. ცნობილია როგორც აფელიონი. ეს მზესთან შუა წერტილია ჰალეის გრძელი ელიფსური ორბიტისთვის. ციური ობიექტს სახელი ინგლისელი ასტრონომის ედმონდ ჰალეის საპატივცემულოდ უწოდეს. სწორედ მან აღმოაჩინა კომეტა მე-18 საუკუნეში. ბოლოს ის ღამისაზე 1986 წელს გამოჩნდა. ამის მიუხედავად კომეტას 2061 წლამდე არ უნდა ველოდოთ. კომეტას თავისი ორბიტის დაფარვისთვის დაახლოებით 79 წელი სჭირდება. 9 დეკემბერს კი მან თავისი გზის ნახევარი დაფარა. ასტრონომების თქმით, კომეტის დანახვა ჯეიმს ვებისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპებით შესაძლებელი იქნება. თუმცა მოყვარული ასტრონომებისთვის ეს ჯერ შეუძლებელია. ჰალეის კომეტა ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტაა. ყოველწლიურად არაერთი მანათობელი კომეტა ჩნდება ზეცაში, თუმცა ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. რაც ჩვენ ვიცით, მზის შიდა სისტემაში ის ძველი წელთაღრიცხვის 240 წლიდან ფიქსირდება. თუმცა მისი კომეტად აღიარება მე-18 საუკუნეში ედმუნდ ჰალეის აღმოჩენის შემდეგ მოხდა. ჰალეი მისი ორბიტა გამოიანგარიშა კომეტის დაბრუნების ზუსტი პროგნოზირებაც შეძლო. NASA-ს ვეტერან ჰაბლის ტელესკოპს ცუდი პერიოდი აქვს. ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმზე კიდევ ერთხელ გადართეს. კოსმოსური სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ჰაბლი ამ რეჟიმზე ავტომატურად გადაერთო. მიზეზი კი შემდეგია: 3 გიროსკოპიდან ერთ-ერთი გაუმართავია. ეს 2023 წლის 19 ნოემბრის შემდეგ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჰაბლს პრობლემები აქვს. გიროსკოპები 2009 წელს კოსმოსური შატლის მომსახურების მისიის დროს დაამონტაჟეს. ეს იყო მეხუთე და ბოლო მსგავსი მისიიდან. მაშინ ჰაბლს 6 გიროსკოპი დაუყენეს და მათგან 3 მუშაობს. როგორც ჩანს, ახლა ოპერირება მხოლოდ 2-ს შეუძლია. ჰაბლის გუნდი გაუმართავი გიროსკოპისა და ზოგადად ტელესკოპის ჩართვას ცდილობს. ამ ეტაპზე ტელესკოპის გაუმართავობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ცნობილი არ არის. მეცნიერები საუბრობენ შესაძლო მისიაზეც, რომელიც ჰაბლის შესაკეთებლად განხორციელდება. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.